მოგესალმებით, ეს გადაცემა მკურნალია, მე კი მისი წამყვანი, ანესთეზიოლოგი ქეთევან არაბიძე. შეგახსენებთ, რომ ჩვენს გადაცემაში თქვენ ყოველთვის მიიღებთ კომპეტენტურ პასუხებს თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე. დღეს ჩვენ წარსდექით ძალიან განსხვავებული ფორმატით და სტუმრად ვეწვიეთ ბატონ ალექსანდრე კალანტაროს. ჩვენ ვისაუბრებთ დღეს ძალიან მოთხოვნად და რეიტინგულ თემაზე, როგორიც არის სახის პლასტიკა. ჩვენ სტუმარს წარგიდგენთ პროფესორი პლასტიკური ქირურგი ბატონი ალექსანდრე კალანტაროვი. გამარჯობა ბატონო ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ, კი არა გეწვიეთ სტუდიაში. ეს უკვე ჩვენი სტუდია გახდა და მინდა პირველი კითხვით მოგმართოთ, რაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და რეიტინგულია დღეს ეს სახის პლასტიკა. რას ნიშნავს სახის პლასტიკა და რა ეტაპებისგან შედგება? კეთი, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მე ძალიან როგორც ყოველთვის მიხარია თქვენთან შეხვედრა და ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ წარმართავთ აი ამ რთულ გადაცემას და მაყურებელი იქნება ბედნიერი, რა თქმა უნდა, როცა გაირკვევა ყველა საინტერესო საკითხებში. რაც შეეხება სახის პლასტიკას, ეს არის ძალიან საინტერესო ერთის მხრივ და ძალიან რთული მეორე მხრივ ქირურგიული ჩარევა. ისტორიულად ეს არის ძალიან ძველი სადღაც ერთი საუკუნის განმავლობაში არსებობს ინფორმაცია, ოფიციალური სამეცნიერო ინფორმაცია სახის პლასტიკებზე. დაიწყო სახის პლასტიკები მხოლოდ და მხოლოდ კანის დაჭიმვით. რაც თავისთავად არ იყო ძალიან შედეგიანი და ბოლო 40 წლის განმავლობაში უკვე ჩვენ დარგში მიღებულია ესეთი პოზიცია, რომ მარტო კანის დაჭიმვას აზრი არ აქვს, აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ეგრეთ წოდებული სმას პლასტიკა და ღრმა კუნთები, ხო? აუცილებლად და ღრმა კუნთების შრე. უნდა განთავისუფლდეს ყველა სახის კუნთი, ყველა სახის საფიქსაციო იოგი იმისთვის, რომ დაშვებული ქსოვილი აიწიოს და დამაგრდეს ახალ პოზიციაში. აი ეს არის ის მიზანი, რისი გაკეთება და რისი შედეგის მიღება ქირურგიული ჩარევის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ეს არის ძალიან რთული ოპერაცია, იმიტომ რომ თქვენ ეხებით კუნთებს, ნერვებს აბსოლუტურად ყველაფერს ხვდებით, რომ ეს ძალიან ხანგრძლივობა რამდენია ბატონო ალექსანდრე? აი ყველაზე მინიმალური ხანგრძლივობა არის 5-6 საათი ამ ოპერაციის, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგიურად ძალიან რთულია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კონტაქტობთ სახის ნერვებთან, ეს კონტაქტი აუცილებელია და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დარგში იძახიან ესე, რომ ერთი შეცდომით მოძრაობა ქირურგის შეიძლება გამოიწვიოს რაღაც კატასტროფული. კი, მე მინახავს, აი ცალი მხარი რო აქვს, მაგალითად ეს ფაციალის რო ეძახიან ჩამოვარდნილი, დიახ. იცით რა მაინტერესებს კიდე, აი თუ არის რამე ეტაპი, თუ შედგება რამდენიმე ეტაპისგან, თქვათ, აი გამიგია რომ ამბობენ, რომ ზედა სახე, ქვედა სახე და ყელთან დაკავშირებით გვაინტერესებს კიდე. ანატომიურად და ესთეტიურად სახე იყოფა რამოდენიმე სართულით. ეს არის ზედა სახე, შუა სახე, ქვედა სახე, კისერი. რა თქმა უნდა, იგივენაირად ჩვენ უყურებთ იმ ასაკობრივ ცვლილებებს, რასაც თვითონ ადამიანი ხედავს და ჩვენ მაგას ვაფასებთ. რა თქმა უნდა, როცა იგეგმება ოპერაცია, ყოველთვის გვაქვს პატარა ისეთი ნუსხა, ანუ ჩვენი განრიგი, როგორ რითი ვიწყებთ, რითი ვამთავრებთ და შუალედებში რას ვაკეთებთ. მაგრამ თლიანად შესაძლებელია, ხო აი მინდა ვთქვათ, გავიკეთო თლიანად ვთქვათ სახეც და კისერის მიდამოც, ანუ ერთ ოპერაციაში ეს შესაძლებელია, ხო ბატონო? რა თქმა უნდა, ეს მარტო შესაძლებელი კი არის, ეს არის საუკეთესო ვერსია, როცა ჩვენ არ ვართ შეზღუდულები რაღაც ზონებით, მაგალითად პაციენტი თუ გვეუბნება, რომ მე მინდა მარტო ქვედა სახის გაკეთება, ეს ჩვენთვის არის ზედმეტი შეზღუდვა. ანუ ჩვენ ისე უნდა დავკაჩოთ ქვედა სახე, რომ ხელი არ ვახლოთ შუა სახეს ან ზედა სახეს. შედეგიანიც ალბათ ვერ იქნება, მაგრამ ნუ პაციენტის მოთხოვნა. ყველაზე შედეგიანი არის სრული სახის, რა თქმა უნდა, დაჭიმვები. დიახ, და ასაკს რო შეეხეთ, აი რომელი ასაკიდან კეთდება მაგალითად სახის პლასტიკა? ძალიან უხეშად რო ვთქვათ, ეს არის 50 წელი და მეტი. მეტი, ხო, ანუ 50 წელი და მეტი, ძალიან კარგი. აი გამოსავალი, რომ რეაბილიტაცია როგორია ბატონო საშა?
რეაბილიტაცია არავის არ ეგონოს, რომ რეაბილიტაცია ძალიან ხანმოკლეა და ძალიან მარტივია. ეს არის თქვენ მოგეხსენებათ ქირურგიის კანონი, რომ რაც უფრო არის რადიკალური და რაც უფრო ღრმა შეხება და რა უფრო რადიკალურ შედეგს ველოდებით, მით უფრო რთულია პოსტოპერაციული პერიოდი. მაქსიმუმი ეს არის 1 თვე. ანუ 1 თვის მერე პაციენტი სოციალურად არის აქტიური და შეუძლია სრულფასოვნად დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და აი პრეოპერაციული მომზადება, ვთქვათ, იგივენაირია, ვთქვათ, როგორც ნებისმიერი ოპერაციის დროს, თუ არის რამე განსაკუთრებული, რისთვისაც უნდა ვიყოთ მზად? ეს არ არის ცალკე რაღაცა ფილოსოფიური თემა, ეს არის ჩვეულებრივი მომზადება, ადამიანი უნდა იყოს პირობითად ჯანმრთელ მდგომარეობაში, ეგრეთ წოდებული კლინიკური ანალიზების პასუხები უნდა იყოს ნორმის ფარგლებში, იმისთვის რომ ჩვენ მზად ვიყოთ აი 5-6 საათიანი ნარკოზის ჩატარებისთვის. კი ბატონო, და იცით რა მაინტერესებს? აი რამდენი ხანი ყოფნის მაგათ, აი გავიკეთეთ 50 წლის ასაკში. აი რამდენი წელი გვეყოფა ეს ოპერაცია? ასე ვთქვათ. აი ეგრეთ წოდებული ღრმა ქსოვილების პლასტიკა და ღრმა ქსოვილების ლიფტინგი გვაძლევს საშუალებას, რომ თუ თქვენ პირობითად 50-55 წლის ასაკში გაიკეთეთ ესეთი რადიკალური სახის დაჭიმა, რადიკალური ჩარევა აღარ დაგჭირდებათ. 80 წლამდე ჩათვალეთ, რომ 80 წლამდე რადიკალური ჩარევა არ დაგჭირდებათ. ერთადერთი თუ πერიოდულად გაიკეთებთ ან კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, ან იგივე ბოტოქსებს და რაღაცეები, ეს უკვე დასაშვებია, ესე იგი, ჩვეულებრივად მე შეგვიძლია მივხედოთ სახისკანს, ანუ შეიძლება რომ შევეხოთ და რაღაც პროცედურები ჩავიდეთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი იგივე პროცედურები, რაც კეთდება 50 წლამდე, რაც მიღებულია კოსმეტოლოგიაში და ესთეტიურ მედიცინაში, ყველაფრის გაგრძელება თავისუფლად შეგიძლიათ ოპერაციის მერე. ძალიან კარგი, ბატონო ალექსანდრე, ეხლა მინდა რომ გადავინაცვლოთ ჩვენს პაციენტთან, დღეს გვაქვს ასეთი ოპერაცია. ნამდვილად მე არ მეშინია სიბერის, როცა თქვენ არსებობთ. წავედით ახლა საოპერაციაში. სანამ შევიდოდეთ საოპერაციაში, მოგიმზადეთ სურპრიზი, თქვენ რომ შეგექმნათ სრული წარმოდგენა თუ როგორ ხდება შესვლა საოპერაციაში, ვინაიდან ჩვენს პაციენტს უკვე ძინავს და უკვე დახატულია, მოდით ახლა ჩვენს პროდიუსერთან და ბატონ ალექსანდრესთან გადავინაცვლოთ, რომ ნახოთ პროცესი როგორ ხდება პაციენტის დახატვა. ბატონო ალექსანდრე, დიდი მადლობა ამ სურპრიზისთვის. გთხოვთ გვაჩვენოთ ჩვენს პროდიუსერზე, მადლობა ნინოცა თქვენ რომ დაგთანხმდით. გთხოვთ გვაჩვენოთ, გითხრათ უპირველეს ყოვლისა, რა სჭირდება ქალბატონ ნინოცას და როგორ უნდა დავხატოთ ოპერაციაზე. ჩავთვალოთ, რომ შევდივართ საოპერაციაში. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, იმიტომ რომ მეჭი ვერ მებარება თქვენს გაინტერესებთ. მე მაქვს ერთი შეკითხვა. აი 30 წლის წინ თქვენი სახე როგორი იყო? შეადარეთ დღევანდელს და მითხარით რა ცვლილებებს ხედავთ? ხედავთ ცოტა პტოს დაშვებას ხედავ და ოდნავ სიმკვრივის მოკლებას, ანუ და ქუთუთოებთანაც ხედავ, რომ ცოტა კანი მოშებულია. აბსოლუტურად სწორი შეფასება, ადეკვატური. ეხლა ამ შემთხვევაში თქვენ რო იყოთ ჩვენი დღევანდელი პაციენტი, რას გავაკეთებდით ჩვენ? პირველ რიგში ასაწევია შუა სახე, ქვედა სახე და კისერი. ანუ უნდა გამოვაჩინოთ ქვედა ყბის ხაზი. ამასთან ერთად აუცილებლად გასაკეთებელია ზედა და ქვედა ქუთუთოების პლასტიკა. აი ამაზე მინდოდა მეკითხა. ხშირად ამბობენ, რომ თუ სახის პლასტიკას გავიკეთებ, ზედა და ქვედა ქუთუთოების ეგრეთ წოდებული ბლეფაროპლასტიკა აღარ არის საჭირო და როგორ არის სინამდვილეში? არა, ეს მითია, რა თქმა უნდა. ბლეფაროპლასტიკა არსებობს როგორც თავისუფალი პროცედურა, ანუ ცალკეული პროცედურა, ეგრეთ ვთქვათ, მაგრამ სრული სახის პლასტიკაში აუცილებლად შედის. მეც ასე ვიცოდი, მაგრამ მინდოდა რომ ეს ჩვენ მაყურებელს გაიგებია. აი მაგალითად ეხლა ჩვენ შეგვიძლია არ გავაკეთოთ ზედა სახის პლასტიკა, რადგან ზედა სახის ნაწილი პრაქტიკულად შეუცვლელია ასაკთან. ეს არის ყველაფერი ინდივიდუალური. ეხლა კიდე ერთი მომენტი ძალიან საინტერესოა, სად იქნება ჭრილობა? აი ეს კი ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. აი ახლა მე დავხატავ პირობითად. დიახ, მოგეხმარებით ბატონ ალექსანდრე. აი ესე გადამიწიეთ, თუმცა შეიძლება. აი ზედა ნაწილში ჭრილობა იმალება სახის თავის ზონაში, საერთოდ არ ჩანს. მერე გადადის ყურში,
ან ყურის წინ, ორივე ვერსია არსებობს და რეალურად ჩანს მარტო ბიბილოსთან და ისევ გადადის ყურის უკან და შედის თმაში. მე საერთოდ არ ჩანს ბატონო. საერთოდ არ ჩანს. აი პოსტოპერაციულ პერიოდში საკმარისია რომ პაციენტმა აი ესეთი ვარცხნილობა გაიკეთოს. პირველი 2 კვირის განმავლობაში თქვენ უნდა ატაროთ სახის ნიღაბი, მერე იკეთებთ აი ესე თმას და საერთოდ არაფერი არ ჩანს პოსტოპერაციულ პერიოდში. და მტკივნეული თუ არის ეს შემდეგ აი სახის ნიღაბი მაინც ამ ჭრილობას რო ედება? დისკომფორტი არსებობს პირველი 3-5 დღე მაქსიმუმ. ტკივილის სინდრომის საერთოდ ტკივილი არა, უბრალოდ დისკომფორტი ხა თავისთავად ჭრილობაა და მხოლოდ დისკომფორტი. ასატანი დისკომფორტი. კი. და სასიამოვნო დისკომფორტი. უკვე რო იცი რომ გადაჭიმული. თქვენ გრძნობთ დაჭიმულ სახეს. და თან ხედავ შედეგს. ძალიან საინტერესოა. კარგი, გადავინაცვლოთ ახლა საოპერაციოში და გვაჩვენეთ როგორ ხდება შემდეგი ეტაპი. მადლობა, აქამდე ცოტა ცთარი მითების გავლენის ქვეშ ვიყავი და ხვდები რომ არც ისეთი საშიში ყოფილა და მით უმეტეს უცა პროფესიონალს ანდობ შესაძლოა. ნამდვილად, მე კიდევ გავიმეორებ რომ ეს სიბერის აღარ მეშინია. წარმატებები თქვენ. წავე. ახლა ბატონი ალექსანდრე ემზადება საოპერაციოში შესასვლელად, რათა გააკეთოს ეს ოპერაცია. მე კი მინდა დავემშვიდობო და უსურვო წარმატებები, მას პაციენტი ელოდება. დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე, რომ გვიმასპინძლეთ და მე ვიმედოვნებ, რომ კიდე მოვალთ თქვენს კლინიკაში. გემშვიდობებით, ნახვამდის.